ვიყავი და 10 თითი მოტეხილი მქონდა. ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები ძალოვნების კონტროლით და სააკაშვილის პირდაპირ მითითებით გატაცებული და ნაწამები ჟურნალისტი. არჩევნებიდან 1 საათში გადამდგარი ფედერაციის პრეზიდენტი, საავტომობილო ფედერაციის ქონების მითვისება, პრეზიდენტის იძულებით გადადგომა, მასზე და მის ოჯახზე ნადირობა. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 4 ადამიანი იმყოფებოდა. 17 სხდომის განმავლობაში 55 ადამიანია გამოკითხული. არ იგულისხმებიან ისინი, ვინც კანონიერ მოთხოვნაზე უარი განაცხადეს. კომისიის წევრებმა 30-მდე დაზარალებულს უკვე მოусმინეს. სააკაშვილის მხრიდან იყო ესე იგი დავალება, რომ ჩემთვის არც ერთი ხმა არ მოეცათ. წინა ღამეს ორ ამომრჩეველს ვესაუბრე და თეთრი ფერი ჰქონდათ და მაჩვენეს ტელეფონი, იყო დარეკილები, ზემდგომი ორგანოებიდან. გიორგი მზაანი იბრძოლა და მოიგო არჩევნები. 9 საათში დავინახეთ, მოვისმინეთ ტელევიზორში ის რას მოვისმინეთ, რომ გიორგი ნემსაძე რომელსაც მოიგო არჩევნები, პირებს გადადგომას, რა თქმა უნდა, ყველანი მიხვდით საიდან მოდიოდა ეს. და დავიწყე უკვე როგორც ჟურნალისტმა, პრესით, რადიოთი, ტელევიზიით პირდაპირ ეთერებში ძალიან ბევრჯერ გამოსვლა ამის შესახებ და პირდაპირ მიხეილ სააკაშვილის სახელის დასახელება. 26 მაისს დემონსტრანტთა ნაწილი ავიდა ხოჩიტაძის ქუჩიდან შესასვლელი რომ არის პარლამენტში. ავყევი ამ მასას და ამ დროს მიიღებს ყველა ტელევიზია. აი ამ ტელევიზიიდან ჩემი სახე უკვე ვისაც საჭიროა იმას გადაეცა და პირველი ივნის მოხდა ჩემი გატაცება. 4-2 მეტრიანი ტიპი ნიღბებით გადმოხტრები არიან, გამოგლიჯეს კარებები და ეგრევე მეცნენ, ეგრევე შემათრიეს თავის მანქანაში. 3 ტიპი მირტყავდა, როგორც მივხვდი და ერთი რაციაზე იჯდა, იმიტომ რომ რაციის ხმა ისმოდა სულ. თავში არ მირტყავდნენ, რომ ტკივილი შემეცნო, არ გავთიშული იყავი და გამეგო რატომ ჯიდნენ. და წამიყვანეს ვაშლიჯის ტყეში დამაგდეს. 1 საათი ალბათ ვეგდე იქა, უკვე ვცივდებოდი მახსოვს, ხელებს ვეღარ ვძნობდი, ფეხებს ვეღარ ვძნობდი და ძაღლმა მიპოვა. არც ერთმა არ ხმარ გადასცა, დილას 9 საათიან არ გადასცა, 12-იან არ გადასცა, 3 საათიან მას არ გადასცა. თქვენ რო თქვით გამოაცხადეს 6 საათიანშიო და რა გამოაცხადეს მე რა UEFA-ს მედია ოფიცერი galახეს და ასე შემდეგ მოიტაცეს და galახეს და რაღაც არ მოკლეთ რა. ტელევიზორი როგორ გაბედავდნენ მაშინ აბა. მიშას წინააღმდეგ ეგეთ რაღაცების იმას. გამოვედი საავადმყოფოდან, დავიწყე კიდე სტატიების წერა. ჩემი ალალი მამიდაშვილი მოვიდა ჩემთან. დამიჭირეს ჩამსვეს მანქანაშიო, მობილური ეგრევე გადამიგდეს თქوارშიო, სარდაფში ჩამიყვანესო. და მითხრესო რომ ვიცითო რომ შენი ბიძაშვილია ვამგვაკვარაცხელიაო და მაჩვენესო ჩემი მეუღლე როგორ სადაყენებდა მანქანას დედა ჩემი პურის რომელ მაღაზიაში მიდიოდა ჩემი ძმისშვილი ჩემ რძას რომელ ბაღში მიყავდა გადაეცი კვარაცხელიას თუ არ გაჩერდებაო ყველაფერი ვიცით მაღაზეო იმ დღის მერე ახლა გესმით რა მომივიდო და მეთქი ჩემი თავი ჯანდაბას და მეორე დღეს თუ მესამე დღეს უკვე დანიაში წავედი. გავიმარჯვე ეს არჩევნები, სხდომა უნდა ჩავატარო და მოდის აღარ მახსოვს უბრალოდ ისეთი აჟიოტაჟი და ისეთი ეიფორია იყო არ მახსოვს მოდის ადამიანი და მეუბნება რომ დათო არისო ეს მოსულდა თქვენთან უნდა გასაუბრებაო. ისო ახლა დათო იყო კირკიტაძე რომელიც ბავშვობიდან როგორც ჩემს უმცროსია, მაგრამ ფეხბურთიდან მეგობრობ. მეუბნება რომ მიშამ დამირეკა სააკაშვილმა და სასტრაფოდ უნდა შეთან დაკავშირებაო და რეკავს ტელეფონი და გისმენთ ბატონო პრეზიდენტო დათო ელაპარაკება. ნემსა ძალიან გთხოვ სასტრაფოდ გამოაცხადე ახალი ყრობა, 2 სათხოვარი მაქვს, ერთი ესო და მეორეს გთხოვ რომ 3 საათიან კურიერს რომ მოусრო. შიდა პოლიტიკური დაპირისპირება მაქვს და დამენგრევაო თავზეო ყველაფერიო. მე სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალება არც დამიტოვა. ბატონ ზვიად სიჭინავარო დაინიშნა. ის ამ ორი ჯგუფიდან რომელი ჯგუფის კანდიდატი შეიძლება ყოფილიყო? ბატონ მიხეილ სააკაშვილს მოეწონა მისი ნამოღვაწარი რა ფეხბურთში კომპლექსი რომელიც ზიმბიჩი გააკეთა მოედანი უანგაროდ გაწეული ამ ინვესტიციის საფუძველზე მიიღო აი ეს უცებადი გადაწყვეტილება თორე წინა დღეს საერთოდ არ იცნობდა ზვიად სიჭინავს. გასუსვავთ იმას რომ ერთპიროვნულად მას მოეწონა და ეს მიიღო ეს გადაწყვეტილება მას პირადად. კი ბატონო. პირველი ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო ეს გახდათ ვანო მერაბიშვილი. ამირეკა გია გალდავების იყო სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და მითხრა რომ მე მიბარებდა შეხვედრაზე იქ დამხვდა თვითონ გია იყო დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო თამას შაფათავა დავით ჭედლიშვილი ჩემი მოადგილე და თქვენი მონამორჩილი და ერთი ახალგაზრდა ბიჭი. და ეს ახალგაზრდა ბიჭი შესავალში მითხრეს რომ კარგი იქნება თუ მე გადავდგები საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტობიდან. ამ ახალგაზრდა ბიჭს მე ხელი გაუწოდე გავიცნოთ მეთქი ერთმანეთი და მან მითხრა რომ ის არის
ნიკოლოზ ალასანია. თემურ ალასანიას შვილი. დაიწყო ესეთი შემოტევა ამის შემდეგ. ჩემს საწარმოში შემოდის ფინანსური პოლიცია და ავტოსადილარი ცენტრში და ანუ ახლა კი ვიღიმე, მაგრამ აღმოაჩინა ბჭყალებში 12 ტონა აღურიცხავი ანტიფრიზი. ეს ქონება გაიყიდა, ერეკლე კოდუამ მთხოვა რომ ისულიყავი მოდულის შენობაში. სოდის უფროსი. სოდის უფროსი. არსებობდა რაღაცა ეგრეთ წოდებული სოდის სიები, მაგრამ მე ეს ვნახე პირადად, მაჩვენა რომ ძალიან სამწუხაროდ რომ შენო ამ ნუსხაში ხარო და მან მითხრა რომ ჩემი საუბარი ისმინება 100%-იანი სიზუსტით რომ ეს იყო უკანონო მოსმენა. ისე კარგად არის დაწერილი რომ აი რის გამო ვაბარებთ თურმე ჩემ მოადგილემ დაუწერა ეკა ზღულაძე მაკრიფა ეს ტექსტი. წერილის შინაარსი არის რომ თვითონ ფედერაცია თავს იდანაშაულებს იმაში რომ გარკვეული შეცდომები დაუშვა და ევედრება პრაქტიკულად სახელმწიფოს რომ უკან წაიღე ეს ქონება რომელიც ავტომობილო სპორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორად მესმის. ზუსტად სულძაღლიანმა როდიონოვმაც კი ხომ რაღაც ნაწილი გზა დაგვიტოვა გასაქცევი 9 აპრილს 2099-ზე. მერაბიშვილმა არ დაგვიტოვა დაზიანების გარეშე როგორც მას ბრძანება ჰქონდა არავინ გასცა არავინ არ უნდა ყოფილიყო მე უგონოდ შემიტანეს საავადმყოფოში იმ ღამის შემდეგ ხოლო გიორგი და ლევანი აწამეს უღმერთოდ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ უფროსი ვაჟი ჩემი გიორგი წასულიყო საზღვარგარეთ კადნიერდებიან ეს პატარა ტროლუკები რომ მეუბნებიან რომ შენი შვილები ხო კარგად მოაწყეს საზღვარგარეთო ჩვენ გიორგის წასვლამ ფიზიკურად გადაარჩინა მთლიანად დარჩენილი მთელი ჩემი ოჯახი. მითხრეს რომ უნდა დათმოთ შენი წილიო. ხან შვილებს მიხსენებდნენ, ხან სამი ბიჭი მყავს, ხან იმას უნდა დათმო. მიაღწიეს იმას რომ დავთმეთ ჩვენ წილი. რაღაცას მეკითხებოდნენ, პასუხს რომ მივცემდი, გადიოდნენ, ეკავდნენ, აშკარა იყო რომ კეზერაშვილი იქ იყო და არ ჩანდა და არც უნდა ალბათ გამოჩენა ამ მომენტში. და აბრალებდნენ რომ ეს პრეზიდენტის დავალებაა. ჭყალებში ვითომ დიპლომატები, როგორც ბატონი მამუკა ჟღენტი ბრძანდება, ქმნიდეს რაღაცა დიპლომატთა კლუბს. და წლების მანძილზე იქიდან საფრთხეს უქმნიდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკას, მის წარმატებას.